ისების ორდენი აქვს მიღებული. დამტეკეს აუცილებლად. ძალიან ლამაზი და მნიშვნელობით დატვირთული დღე არის, დღე, როდესაც წლების წინ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა არა რომელიმე კონკრეტულად ცალკეაღებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ფაშიზმის წინააღმდეგ და მოიპოვა ისტორიული გამარჯვება და მიხარია, რომ უამრავი ვეტერანი, უამრავი ქართველი ვეტერანია დღეს აქ მოსული და მე მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, სიცოცხლე, ისეთი როგორც მათ სურთ. ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო ეს დღესასწაული. საქართველოს მოქალაქეებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ 700,000 ადამიანი წავიდა საქართველოდან და მხოლოდ 300,000 დაბრუნდა. სულ უფრო და უფრო მეტი სიროპია ამ დღესასწაულის გარშემო და ხალხს ავიწყდება რა მსხვერპლი გაიღო ქართულმა ხალხმა ბოლშევიკური რეჟიმის დანაშაულების გამო, როდესაც ომის სრულად მომზადებელი ქვეყანა აღმოჩნდა და 100,000 ქართველი ქერჩში ფაქტიურად წვრთნის და იარაღის გარეშე დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფორმა არ გვეცვა, რომელიც უნდა გვცმოდა, ოკუპირებული ვიყავი და უცხო ქვეყნის ფორმა გვეცვა, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქართველებმა არ შეიტანეს თავის წვლილი ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში.